იყო ძალიან საინტერესო იყო პოეტური თარგმანებიც ცალკეული სათაურებისა. აი მაგალითად შპილჰაგენის მოთხრობა იყო ბურნი პრილიվ, რომელიც გალაქტიონს ესე აქვს თარგმნილი ქარიშხლიანი მოვარდნა ტალღების. და კიდევ საინტერესო იყო ჯეკ ლონდონის ბელე ბეზმოლვიე, ნახეთ ალიტერაციაა და გალაქტიონსაც უბრალოდ ალიტერაციულად აქვს თარგმნილი თეთრი სიფითრე. მართალია ზუსტი თარგმანი არ არის, მაგრამ ესე ვთქვათ, მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით ტოლფასი, ასე ვთქვათ, სათაური მოუფიქრა. რატომ დასჭირდა ეხლა, რა თქმა უნდა, ეს ისინი სათაურების ამოწერა? ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ჩანაწერიდან გავარკვიეთ, რომ ეს სათაურები გამოყენებული აქვს პერსონაჟებად, რაღაც ტექსტების, პიესების პერსონაჟებად და ტოპოსებად. ერთ ჩანაწერში მაგალითად წარმოდგენილია ეპიზოდი, რომელშიც პიესის მოქმედი პირი შავი ყაყაჩო მაჯის საათს პარავს ექიმს და ეს მოკლედ ჩანაწერებია რა როგორ ხორციელდება. ასევე გაიგო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ. 1935 წელს ანტიფაშისტურ კონგრესთან დაკავშირებული ჩანაწერები და შთაბეჭდილებები აქვს გალაქტიონს გადმოცემული ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ტექსტში, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა იყოს დაწერილი. ეს დრო ჩვენ განსაზღვრეთ. ეს არის 211 სიტყვიანი ტექსტი. არ ვიცით, ზეპირად წარმოსათქმელი იყო თუ სადმე გამოსაქვეყნებელი. მასში არა ციტირების ან ჩამონათვალის ფორმით, არამედ ხრობითი გაბმული ტექსტის სახით გამოყენებულია 21 სათაური. ანუ ამ შემთხვევაში 53 სიტყვა სათაურების ზემოთ განხილული ნუსხიდან. აი იმ ნუსხიდან, რომელშიც არის მთელი მსოფლიო ლიტერატურიდან ამოკრეფილი სათაურები. შედარებითი ანალიზი მოწმობს, რომ მისი წერისას გალაქტიონს ხელთ უნდა ჰქონოდა 1904 წლის უბისწიგნაკი ნომერი 18. ანუ საიდან გავარკვიეთ, რომ ეს 35, ესე იგი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ არის 35 წელს დაწერილი. საინტერესო არის ის, რომ აი ამ ტექსტში თითქოს არის ევროპის ძაგება. მაგრამ და ძაგება რა კუთხით? აი, რასაც საბჭოთა მწერლებს უკიჟინებდნენ, რომ რა დროს ახლა იმაზე რომანტიკულ რაღაცებზე წერა, თქვენ უნდა ასახოთ რეალობა და ასე შემდეგ. და აი თითქოს სიტყვიერად ევროპას უპირისპირდება და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოყენებული აი ამ ტექსტში. არც ერთი სათაური არ არის ევროპული ლიტერატურიდან აღებული. ყველა სათაური არის რუსული ლიტერატურიდან. არ ვიცით ეს ტექსტი მართლა სადმე გასაჯაროებისთვის იყო განკუთვნილი თუ არა, თუ თავისთვის უბრალოდ იხალისა პოეტმა და აი თქვენ რომ ჩვენ ასე გვაძაგებთ, ეს ყველა დროისთვის არის ეს რომანტიკა და ასე ვთქვათ სიმბოლო ალეგორიები და აი ესეთ თემებზე წერა და არა მხოლოდ მშრალი რეალობის ასახვა და აი ესეთი რაღაც გააკეთა, ესეთი ხერხი, ესეთი ირონია თუ სარკაზმი, რომ მთლიანად ეს ტექსტი შეადგინა რუსი ავტორების სათაურებისგან. მაგრამ ძირითადად აი ახლა ეს 458 სათაური რას ემსახურებოდა, ალბათ მთავარი ჩანაფიქრი რა იყო. იმავე უბისწიგნაკში იწყება უკვე აი ამ სათაურებზე რაღაც სარითმო სიტყვების ძიება და შემდეგ უკვე ხვდებით ლექსებს, რომლებშიც ამ სათაურებიდან 4, 5, 8, 10-იც კი არის გამოყენებული. მაგალითად, ლექსში ღამის ხეობა აქედან 8 სათაურია გამოყენებული. 10-ზე მეტი სათაურია გამოყენებული დანიელი მწერლის ბანგ ჰერმანის ნოველის სათაურზე 4 დემონის შექმნილ ტექსტში. ნორვეგიელი მწერლის ბjörnstjerne björnssonis დრამის აღემატება ყოველგვარ ძალას სათაურზე შექმნილი ლექსის
ადრეულ ვარიანტში გამოყენებულია ამ ნუსხიდან 8 სათაური. და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გვაფიქრებინებს, რომ გააქტიონს აი მთელ ამ ნუსხის თითოეულ ტექსტზე ისაპირებდა ორიგინალური ლექსების შექმნას. ამაზე მიგვანიშნებს რა, როდესაც 1924 წელს მან ნათობში გამოაქვეყნა თავისი 100 ლექსი და დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ 100-ვე ერთად დაებეჭდათ, მიუხედავად იმისა, რომ ამით ჰონორარს 100-ჯერ ნაკლებს იღებდა, ანუ თუ ამას გადაანაწილებდა, შეეძლო თითო ლექსში აეღო თითო, ასე ვთქვათ, პუბლიკაციის ჰონორარი, აქ ერთი პუბლიკაციის ჰონორარი აიღო, მიუხედავად ამისა, მაინც ერთად გამოაქვეყნა და რატომ? და უთხრეს, რომ რადგინდა ასე წამგებიანი არჩევანი რატო გაქვს ამასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ მე კიდევ ბევრი 100 ლექსი მაქვს, არ არის პრობლემა. და საქმე ის არის, რომ აი ამ 100 ლექსს მან წარუმძღვარა ერთი ლექსი სათაურით პროლოგი 100 ლექსის. და აი ამ ლექსის თავდაპირველი ვარიანტის სათაური იყო პროლოგი 500 ლექსის. ალბათ ის 458 სათაურიც სამომავლო ლექსებად იყო ჩაფიქრებული. ავტორისა და სათაურის იდენტიფიცირებაზე ძალიან ხშირად გვიხდებოდა მუშაობა, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ჩანაწერში არის რაღაც ფრაზა, შეიძლება ცოტა მოზრდილი ტექსტიც იყოს, შეიძლება სულ რამდენიმე წინადადება, მაგრამ არ არის მითითებული არც ტექსტის სათაური და არ არის არც ავტორი. ძალიან ხშირად ახლა ბუნებრივია ჩვენ ასეთი მეხსიერება არა გვაქვს, რომ უცებ ვერ ვცნობდით ამ ტექსტის მიხედვით, რომც გქონოდა წაკითხული ეს ტექსტი, არ გაგვახსენდებოდა უცებ ვისია. და გვიხდებოდა ამ ყველაფრის კვლევა. ზოგჯერ აღმოჩნდებოდა, რომ შეიძლება რუსი ავტორის იყოს, შეიძლება არაევროპელი ავტორის იყოს და ეს კვლევებიც მაინც ვატარებდით, ბოლომდე მიყვავდა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან რაღაცა მაინც საკვლევია ეს საკითხი. აი მაგალითად გააქტიონთან იყო ესეთი ორ სხვადასხვა ხელნაწერ რველში იყო ტექსტი, რომელთანაც არ იყო მითითებული ავტორი, ეს აღმოჩნდა ვილიე დე ლილ ადანის პიესა. და პიესის სათაური აი ტექსტის მიხედვით ჩვენ ვეძებეთ და გავარკვიეთ, რომ უნდა ყოფილიყო თავისუფლება. მაგრამ ხო ერთ-ერთ ავტოგრაფთან იყო სათაურად თავისუფლება მითითებული. მაგრამ თან გააქტიონს მითითებული ჰქონდა, რომ ეს პიესა დაიდგა 1887 წელს პარიზში, ელისეის სასახლიდან სახვითი ხელოვნების დარბაზის სცენაზე. ელისეის სასახლის სახვითი ხელოვნების დარბაზის სცენაზე. ძალიან ბევრი ვეძებეთ და აღმოვაჩინეთ, რომ აი ზუსტად ამ წელს ამ დარბაზში 12 ოქტომბერს დაიდგა რა პიესა დაიდგა და გავარკვიეთ, რომ ეს იყო ვილიე დე ლილ ადანის ლევაზიონ. ეხლა დავინტერესდით, ვნახეთ ეს ინფორმაცია ფრანგულად იყო და დაემთხვა მოქმედ პირთა სახელები. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ავტორის გვარი არ იყო მითითებული, დაემთხვა მოქმედ პირთა სახელები და ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს გვიმტკიცებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექით. მაგრამ ეხლა საიდან უნდა ეთარგმნა ეს გააქტიონს და აღმოჩნდა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ტექსტი რუსულად 3-ჯერ ითარგმნა. საინტერესო ის არის, რომ ამ სამივე თარგმანს ჰქონდა სხვადასხვა სათაური. 1909 წელს გამოქვეყნებულს ერქვა სვაბოდა, 1915 წელს გამოქვეყნებულს ერქვა პრაბუჟდზინიე და 1920 წელს გამოქვეყნებულს ასვაბაჟდზინიე. რამდენადაც გააქტიონის ტექსტს ჰქვია თავისუფლება და არა გამოღვიძება ან გათავისუფლება, ჩვენ უკვე ისიც გავარკვიეთ, რომ ამ სამი თარგმანიდან რომელი უნდა ჰქონოდა მას ხელთ და რომელი უნდა გამოეყენებინა. ბუნებრივია, ესეთი ტიპის კვლევები შევა ჩვენს კრებულში,
რომელიც პროექტის ბოლოს გამოიცემა, ხოლო თავად ინფორმაცია აი ამ ავტორებთან, გალაქტიონისთან მიმართების შესახებ დაიბეჭდება ამ ცნობარში. ტექსტის დაზუსტებისა და რაობის გარკვევის შემდეგ თითოეულ ამონარიდან დაკავშირებით, როგორც აღნიშნე, ვაკეთებთ ანოტაციას. პროექტის თითოეულ საანგარიშო პერიოდში მზადდება სამეცნიერო ცნობარის 1/3 და სამეცნიერო კვლევები კრებულისათვის. ამ პირველ საანგარიშო პერიოდში სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მე მოვამზადე, არის ევროპული რეალიები გალაქტიონის ლიტერატურულ ჩანაწერებსა და მანიფესტებში. გმადლობთ ყურადღებისათვის.